ესე იგი, უნდა გადავინაცვლოთ თბილისის ბოტანიკურ ბაღში და ამ პერიოდში ძალიან ფერადი და სურნელოვანია ის ჩვენი ბოტანიკური ბაღი. ყველაფერ ამას კი აქ წარმოდგენილი მცენარეები განაპირობებს. იასამნების შემდეგ ბაღში ტიტები აყვავდა. ნინო როსტიაშვილი კი დილას სწორედ ამ ლამაზ გარემოში იწყებს, რომელიც მოგესალმება იქიდანაც, დილამშვიდობის, ნინუც. ნინცა, დილამშვიდობის. დედა რა იასამნები. დილამშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით თბილისის ბოტანიკური ბაღიდან და ყოველი გაზაფხულია, განსაკუთრებულია და განსაკუთრებულობა სწორედ ის მცენარეები ქმნის, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. ბუნებრივია, რომ დილას ასეთ გარემოში ვიწყებთ და უნდა გავარკვიოთ დეტალები. აქ მოსულ ვიზიტორებს რისი ნახვის შესაძლებლობა აქვს. როგორც ხედავთ, მე ახლა ტიტების ნაკვეთთან ვიმყოფები და აქ არაერთი სახეობის ულამაზესი ტიტებია წარმოდგენილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთხელ მაინც გინახავთ აქ აყვავებული იასამნები, თუმცა მხოლოდ იასამნებით არ შემოიფარგლება, ესე ვთქვათ, აქაური სილამაზე. სწორედ აი ამ დეტალებს გავარკვევთ ახლა და მინდა მივესალმო ჩვენს დილის რესპონდენტს, ბოტანიკური ბაღის დირექტორს ქალბატონ ირინე დანელიას, რომელიც უკეთ მოგვიყვება აქ არსებული მცენარეების შესახებ. დილამშვიდობის. დილამშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. განსაკუთრებული გამოვიდა ჩვენი აპრილის თვე ბოტანიკურ ბაღში, იმიტომ რომ ამინდი ხანდახან ცუდია, როდესაც ცუდი ამინდებია ხოლმე, მაგრამ რაღაცა ისე წაეწყო და ისე მოეწყო ეს ყველაფერი დროში, რომ ის რაც უნდა ნაწილ-ნაწილ ყოფილიყო სილამაზე ბაღში სანახავი, ეხა ერთდროულად ყვავის. ერთდროულად ყვავის ჩვენი მართლა ძალიან საინტერესო ტიტების კოლექცია, ჩვენი საკურების კოლექცია, იასამნების კოლექცია, მაგნოლიებმა გადაიყვავილა. აი აპრილის თვე იყო მართლა განუმეორებელი ვიზიტორების მხრივ, რომ ბაღი ენახათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადრიანად შევხვდით ერთმანეთს, მართლაც აღინიშნება აქ ხალხმრავლობა. ხალხმრავლობა არის, ძალიან გასახარი არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს კოლექციები, ეს ბაღი ზუსტად ამ ხალხს ეკუთვნის და მათთვის არის, მათთვის კეთდება. მე თქვენ არ გემშვიდობებით და მაყურებელს პატარა ანონსაც ვეტყვით, რომ ჩვენ საკურას ბაღთან დავმშვიდობებით ერთმანეთს. იქამდე კი მინდა მივესალმო მარინე მუჩაიძეს, ბოტანიკური ბაღის დეკორატიულ მცენარეთა კოლექციებისა და ბაღის გაფორმების განყოფილების უფროსს. ქალბატონო მარინე, დილამშვიდობის. მოდით გითხარით თუ აქ მოსულ ვიზიტორებს რამდენად მრავალფეროვანი ტიტების ჯიშების ნახვის შესაძლებლობა აქვს. დღეს ჩვენ აქ გამოფენილი გვაქვს დაახლოებით 50-მდე ჯიშის ტიტა. ესენი ერთმანეთსაგან განსხვავდებიან ყვავილის ფორმის მიხედვით, ყვავილობის პერიოდის მიხედვით და აი არის ესეთი მრავალფეროვნება. როგორ ხდება აი ამ ტიტების მოვლა? ტიტების მოვლა იწყება ზოგადად გვიან შემოდგომაზე, აუცილებელია ნიადაგის კარგად დამუშავება, სასურველია ორგანული სასუქის შეტანა, როდესაც კარგად დაიბარება, შემდეგ უკვე ვახდენთ აი ამ ტიტების ჯიშების ცალ-ცალკე დარგვას. მართალია სხვადასხვა შერეული ტიტების დარგვაც შესაძლებელია, მაგრამ ყველა ჯიში განსხვავებულია, ხასიათდება სიმაღლის სხვადასხვა სიმაღლით, ხასიათდება ყვავილობის სხვადასხვა პერიოდით, ამიტომ უმჯობესია, რომ ფერები ერთმანეთს შეუხამოთ და დავდგათ შედარებით გამოცალკევებულად, მე ამოსაღებადაც უკეთესია. როგორც ვიცი, აქ პიონისებრთა ტიტებიც არის წარმოდგენილი. საოცარი სილამაზეა ეს ყვითელი და ეს არის ჯიში ანჯელიკა, ასე ქვია. და ესეთი ბუთხუზა ყვავილებით ხასიათდება. საერთოდ ტიტების ყვავილობა 10-დან 15 დღემდეა, მაგრამ ზოგიერთი გვიან მოყვავილე ტიტები დაახლოებით 25-დან 30 დღემდე ყვავილობს. აი ესეც იორდასალამისებრი ტიტა არის და ნახეთ როგორი სხვადასხვანაირი, ზოგადად კულტურულ ჯიშებს ახასიათებს, აი ზოგი ნარინჯისფერია და როგორი ზოგი უფრო შედარებით მუქია. იმის მიხედვით თუ სად იზრდება, ფერთა გამა შეიძლება შეიცვალოს. შეიძლება იყოს წითელი, მაგრამ აი თუ კი ჩრდილშია დარგული ან ნახევრად შეიძლება უფრო ღია ფერის ყვავილები მოგცენ და აი ამ შემთხვევაში ზოგადად აი ასია. დიდი მადლობა უნდა გითხრათ იმისათვის, რომ დილა ჩვენთან ერთად დაიწყეთ. ახლა კი მინდა გადავინაცვლო ისევ ქალბატონი ირინესკენ, რომელმაც გადმოინაცვლა საკურას ხეებისკენ და ცოტათი უჩვეულო გაზაფხულია ხომ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იმიტომ რომ საკურა ისევ ყვავის თბილისის ბოტანიკურ ბაღში.
ის კი არა, გულიც კი დაგწყდა ნეტა საკურას ფესტივალზე ეყვავილა ესე ინტენსიურად როგორც ახლა ყვავის. ჩვენი საკურების კოლექცია საკმაოდ საინტერესო არის. გვაქვს ორიგინალური თვითონ იაპონური მხარის მიერ გადმოცემული ნამდვილი საკურა, რაც იაპონიაში ველურ ბუნებაში იზრდება. რამოდენიმე სახეობა გვაქვს, მაგრამ უფრო მეტი ჯიში. და ჩვენ ქართველ ვიზიტორებს ძალიან მოწონთ ხოლმე მათ ეს იაპონური სახელები აქვთ. ამანოგავა, კიკუშიდარე, კანზანი და ასე შემდეგ. რა ვიცი, მე მგონი მშვენიერი სანახაობა არის და აუცილებლად უნდა გკითხოთ სამომავლო გეგმების შესახებაც, როგორც ვიცი, ესე ვთქვათ, მასშტაბური ამბები გაქვთ დაგეგმილი. მასშტაბური ამბები ნამდვილად დაგეგმილი არის. ჩვენ არაჩვეულებრივი შენობა ავაშენეთ, ძალიან საინტერესო თანამედროვე არქიტექტურის, ეს იქნება ვიზიტორთა მულტიფუნქციური ცენტრი და კიდევ ძალიან საინტერესო შემატება ბაღისათვის იქნება როზარიუმი, ანუ ვარდების საკოლექციო ნაკვეთი, ვინ ჩვენ ბაღს სტუმრობს ხოლმე, ან ეხა ეს სტუმრა იასამნების ყვავილობაზე ნახავს, რომ მის წინ ძალიან დიდი ტერიტორია, მშენებლობა უკვე სრულდება, სადაც განთავსდება ბაღის ასევე ძალიან საინტერესო ვარდების კოლექცია. დიდი მადლობა უნდა გითხრათ იმისათვის, რომ დილა ჩვენთან ერთად დაიწყეთ, მაყურებელს კი მე აქვე უნდა დავემშვიდობო და აუცილებლად უნდა გირჩიოთ, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღი ახლა არაჩვეულებრივად გამოიყურება და თუ დროის სასიამოვნოდ გატარება გსურთ, ეს ადგილი მართლაც რომ საუკეთესო არჩევანია, დროებით იმედი მაქვს, რომ ჩართვიდანაც ისიამოვნეთ. ასეა ნამდვილად და ეხლა საუბრობდით ჩვენ რომ აი რამდენი რაღაცა გვაქვს კარგი და რატო ტრიალებ ერთ კვადრატში. კი ბატონო.